ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას ენათა აღრევით უნიშნულოვანესი მოვლენა მოხდა კაცობრიობის ისტორიაში. მსოფლიო ერების ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო, რომლის საფუძველიც განსხვავებული ენების შექმნა იყო. ენათა შექმნა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მოვლენა, რომელიც მხოლოდ ადამიანთა შორის კომუნიკაციის გართულების მიზნით დაუშვა უფალმა. ადამიანის სიტყვიერი არსებაა, ამითაა იგი მსგავსებული უფალთან და ეს განასხვავებს მას სხვა ცოცხალი არსებებისგან. ყოველ ერს თავისი მსოფლგანცდა აქვს, სამყაროს შეცნობის და წტომის განსხვავებული უნარი, რაც პირველ რიგში აუცილებლად აისახება ენაში, რომელსაც უფალი იძლევა და შემდგომ უკვე ზოგადად ერის კულტურაში, ყოფაში და ტრადიციებში. ბაბილონის გოდოლის მშენებელი ხალხი წաղნის შემდგომი მოსახლეობაა, ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი. ქართლის ცხოვრების მიხედვით ასევე ერთი ღმერთის მრწმენია თარგამოსი და მისი მოდგმა, რომელიც ბაბილონიდან არარატის და მასისის მთებისაკენ წამოვიდა. თარგამოსიანთა მეხსიერებაში შემორჩენილია უფლის წყალობა და სურთ ისევ ეს წყალობა გამოითხოვენ თავისთვის. ცდილობენ ჩაწვდენ მიზეზს თუ რატომ დაიშალა მათი ერთობა ბაბილონში. ხვდებიან, რომ ამის მიზეზი ღვთისთვის არასწორი საქციელი უნდა იყოს. უფალთან ერთობის აღსადგენად კი საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება და თარგამოსიანთა ჯგუფი სწორედ ამ სწორ არჩევანს ეძებს. დასამკვიდრებლად ირჩევს მეხსიერებაში შემორჩენილ იმ ადგილს, რომელიც სათნოა ღვთისათვის. ეს ადგილი კი წაღვნისგან კაცობრიობის გადარჩენის ადგილია. თარგამოსიანები მკვიდრდებიან, მრავლდებიან, იშლებიან სხვადასხვა მიმართულებით და ქართლის ცხოვრების მიხედვით თანდათან იკავებენ და ავსებენ როგორც საქართველოს, ასევე მთელი კავკასიის ტერიტორიაზე. თარგამოსის და მისი 8 შვილის ისტორია ერთის შეხედვით ზღაპრად და ლეგენდად შეიძლება მოიჩვენოს ადამიანს ქრონოლოგიური შეუთავსებლობის და სხვა დეტალების გამო. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოს თხრობის ის სტილი, რაც ძველ მემატიანეებს ახასიათებთ. აქ მოვლენათა მიმართ ეგრეთ წოდებული იკონური დამოკიდებულებაა. ამ მატიანეებს იგივე თვალთახედვის ადამიანები წერენ, რა თვალთახედვითაც იწერებოდა ბიბლია, იხატებოდა ხატები. ხატისათვის დამახასიათებელია დროის განსხვავებული ხედვა, ეგრეთ წოდებული ჟამთა შემოკრება, სადაც ქრონოლოგიურად ერთმანეთს დაცილებული მოვლენები თუ პიროვნებები ერთ სივრცეში არიან თავმოყრილი. თუ ასე შევხედავთ თარგამოსის და მისი შთამომავლობის ისტორიას, მაშინ წინააღმდეგობის და შეუთავსებლობის გრძნობა გაქრება და მოვლენების სხვაგვარად წტომის შესაძლებლობა მოგვეცემა. ბაბილონში ენათა აღრევა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-5 ათასწლეულის მიწურულს ან მე-4 ათასწლეულის დასაწყისში უნდა მომხდარიყო. ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულშივე უნდა მომხდარიყო თარგამოსიანების მოსვლა არარატის და მასისის მთების მიდამოებში და მათი შემდგომი განფენა მთელ ამიერ და იმიერ კავკასიაში. კავკასიის ძირძველი მოსახლეობა, რომ მართლაც ერთი მოდგმისაა და იბერიულ კავკასიურ ოჯახს წარმოადგენს, ეს დღეს ლინგვისტურადაც მტკიცდება და გენეტიკური კვლევებითაც. ასევე არქეოლოგიური არტეფაქტები მოწმობენ აქ უწყვეტი კულტურული ხაზის არსებობას. საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი თარგამოსიანები სავარაუდოდ შეერწყნენ და შეერივნენ წաղნის შემდგომ აქ დარჩენილ მოსახლეობას. ეს ის ხალხი უნდა იყოს, რომელმაც არ ისურვა წաղნის შემდგომ უფლის მიერ გამორჩეული ადგილის შეცვლა, აქვე დამკვიდრდა და არქეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეულიდან ღვინისა და პურის კულტურა განავითარა. სწორედ მათთან ერთობაში უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ თარგამოსიანები ქართველ ერად. ასეთი სახარბიელო ადგილი, როგორც საქართველოს აქვს, გარეშე ხალხისათვისაც სასურველი გახდა. ამ მიწაწყლის მუდმივად მტერთაგან დაცვაზე მზრუნვამ განაპირობა ქართველი ერის მებრძოლი სულის განვითარება, ასევე განსაკუთრებული მიჯაჭვულობა და სიყვარული იმ მიწისა, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ წინაპრებთან, გვასაზრდოებს და რომელიც უფალმა ოდითგანვე გვარგუნა. შორეული დასაწყისი ინტუიტიურად დევს ერის მეხსიერებაში. ჩვენ იმ დროს ვართ აქ მოსულები, როცა უფალი თავად ანაწილებს სამყაროს. ძალიან შორიდან მოვდივართ და ეს შორეულობის განცდა იმდენად დიდია, რომ კავკასიის რეგიონში ძველი წელთაღრიცხვის მე-1 ათასწლეულებში დამკვიდრებულ ინდოევროპულ მოდგმის ხალხზეც კი ვამბობთ, რომ ისინი მოსულები არიან. დროის აღქმაც განსხვავებული გვაქვს ჩვენთვის მე-16-მე-17 საუკუნეების ნაგებობები ახალია, როცა სხვა ხალხებისთვის ეს შესაძლოა უძველესი იყოს. ეს უკვირს და ზოგჯერ კიდეც აღიზიანებს დანარჩენ მსოფლიოს. ამ ადგილას ჩვენი მუდმივად მკვიდრობის და ამ ტერიტორიის ჩვენეულობის განცდა იმდენად გამტკიცებულია ათასწლეულობით, რომ მიტაცებული და წართმეული ტერიტორიები მაინც ჩვენად გვეგულება. 40, 100, 300 წელი არაფერია ჩვენთვის, ვისაც ათასწლეულები გამოგვივლია ერთობით.
ეს დამოკიდებულება გაუგებარია უმეტესი მსოფლიოსთვის, რომელიც მუდმივად მოძრაობს, მუდმივად იპყრობს, ფართოვდება, ვიწროვდება. ჩვენ არ გვინდა სხვისი არაფერი, ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მიწა, არა იმიტომ, რომ სარფიანია, არამედ იმიტომ, რომ მშობლიურია. ქართველები ვიყავით თვითკმარები იმისა, რაც მოგვეცა. ეს თვითკმარობა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ერისა. არ გვინდოდა მეტი, არც გვინდოდა სხვისი. როცა პოლიტიკურად ძლიერი ქვეყანა ვიყავით, მაშინაც არ გვდომებია არაფერი სხვისი. ეს ჩვენს ბუნებაში ცდებს, სამშობლოს არ ვისწავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინებ. ეს თვითკმარობა ხასიათშიც აისახება. აკი ვახუშტი ბატონიშვილიც ამბობს, რომ თუ ქართველები 2 ან 3 ერთად შეიყრებიან, არასოდეს მოიწყენენო. ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართველთა უშუალო მამამთავარი თარგამოსის გამორჩეული ძე ქართლოსია და ასევე მისი ძმები და შვილები. ამ მოდგმის ერთობამ ჩამოაყალიბა თანდათანობით ქართველები. ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე ათასწლეულებიდან არქეოლოგიური არტეფაქტების საფუძველზე უკვე აშკარად შეიმჩნევა ერთიანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამას უცხოური წერილობითი წყაროებიც ადასტურებენ და ეს პროცესი არის კიდეც ასახული ქართლის ცხოვრებაში. ოღონდ არა ბუკვალურად, არამედ ისევ და ისევ იკონური თხრობით. ქართველთა წინდაპართაგან უპირატესი ქართლოსია. ეს უპირატესობა არ გულისხმობს სხვაზე მთავრობას, არამედ თანაბართა შორის პირველობას. მტკვრისა და არაგვის შესაყართან ერთ-ერთ მთაზე ქართლოსმა ააგო პირველი დედაქალაქი მთელი საქართველოსთვის, რომელსაც უწოდა თავისი სახელი ქართლი. ამის გამო ამ მთას და მთელ ქვეყანას აღმოსავლეთით ხუნანიდან და დასავლეთით შავი ზღვამდე ეწოდა ქართლი და მათ მკვიდრებს კი ქართლოსიანები. ამ მთაზევე დაიგრძალა ქართლოსი გარდაცვალების შემდგომ. როგორც მემატიანი აღნიშნავს, როდესაც ქართველებმა დამბადებელი ღმერთის თაყვანისცემა დაივიწყეს, მზეს, მთვარეს და 5 ვარსკვლავს დაუწყეს თაყვანისცემა, იმ დროშიაც კი ქართლოსის საფლავი მათთვის მთავარ საფიცარ ადგილად დარჩა. რატომ ქართლოსის საფლავი? იმიტომ, რომ ეს არის ერის მეხსიერებაში ჩადებული კოდი, რომ ჩვენ ერთნი ვართ. ეს ქართული სახელმწიფოებრიობის გულის გულია, ჩვენი ერთობის დასაბამი და საწინდარი მომავალში. ქართლოსის საფლავი დაფარულია კაცთა თვალთაგან, ის დღემდე არავის აღმოუჩენია. ალბათ იმიტომ, რომ მისი როგორც ქართველთა დაურღვეველი ერთობის სიმბოლოს ხელყოფა არ შეიძლება. საქართველოს ცხოვრებაში ფიზიკური და სულიერი მოვლენები საოცრად გადაჭაჭულია ერთი მეორეზე. საკვირველია უფლის ნება, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაბამია, სწორედ ის ადგილი აირჩია უფალმა ქართველი ერის გაქრისტიანების დასაბამად. ქართული ერთობის გულის გული, მთა ქართლი, ფერისცვალებას განიცდის და წმინდა ნინოს ლოცვით. სწორედ ამ მთაზე კერპთა დამხობით, ქართლის ცხოვრების ახალი ეტაპი, მისი ჭეშმარიტი ცხოვრება იწყება. აქვე ღვთის განგებით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან უფლის კვართია დაფლული, ქრისტეს დაუნაწევრებელი, სხეულის სიმბოლო და ასევე სიმბოლო ქრისტეს ერთიანი განუყოფელი ეკლესიისა. უფალმან თავისი წინასწარ განჭვრედით. სწორედ აქ დაასახლა და გააერთიანა ქართველი ხალხი, რათა შემდგომში ქართველთა მთავარ მისიად კვართის მცველობა დაესახა, რაც პირველ რიგში ჭეშმარიტი რწმენის და ეკლესიის შეუყნელად დაცვას გულისხმობს.